უნდა თქვა არა. აუ, ეგ უნდა მეთქვა. პასუხი. სწორია, დიდებული ნახტომი. ჩემი. ვიცი, კაცო, ორი. ბრაზილიელი. ერთი, პასუხი. რა ვიცი, რა ურუგვაი. მოგესალმებით მეგობრებო, სეტანტა სპორტის ახალი საფეხბურთო თამაში ბურთაობის მორიგი ეპიზოდი. როგორც ამ გადაცემის, ასევე მსოფლიო ჩემპიონატის მხარდამჭერია Coca-Cola, ფინალის დღეს 19 ივლისს თითოეულ თქვენგანს ევროპაში საუკეთესო ელექტრომობილად აღიარებული Kia EV6-ის და სხვა პრიზების მოგების შანსი გაქვთ. ამისათვის საჭიროა გადმოწეროთ Coca-Cola Rewards Georgia-ს აპლიკაცია და შეიყვანოთ 10-ნიშნა კოდი, რომელსაც Coca-Cola კლასიკის, ზეროს, Fanta ფორთოხლის ან Fanta ბროწეულის ყვითელი თავსახურების ქვეშ ნახავთ. ყოველი შეყვანილი კოდი გათამაშების ერთი ბილეთი იქნება, რომელიც 19 ივლისს ავტომობილ Kia EV6-ის და სხვა პრიზების მოგების შანსს გაძლევთ. დღევანდელი ეპიზოდის მონაწილეები ილია ნანობაშვილი და გიორგი ციხისავის გუნდი და ნიკა ქერხიშვილისა და გიორგი მელქაძის გუნდი. როგორ ხართ მეგობრებო, როგორი განწყობა არის? საშუალო არ არის ცუდი. უარესებიც მომისმენია, გამიგონია, ამიტომ საშუალო მომწონს. ნომინალური მასპინძლები ნიკა ქერხიშვილი და გიორგი მელქაძე გადაწყვეტენ, ვინ დაიწყებს თამაშს. ისინი დაიწყებენ პირველ ტაიმს თუ მეტოქეს დაუთმობენ ბურთს. დაიწყოთ. სანამ თამაშს დავიწყებთ, წესები არის მნიშვნელოვანი და მოდი ერთად მაყურებელთან ერთად ვნახოთ ეკრანზე ჩვენი თამაშის წესები. ბურთაობა ფეხბურთის უმთავრეს პრინციპზე დგას. გამარჯვებისთვის საჭიროა მეტოქეზე მეტი გოლი გაიტანო. გუნდში ერთი მოთამაშე აკონტროლებს მეკარეს და ნახევარდაცვას, მეორე კი დაცვას და შეტევას. თამაში გოლის გასატანად საჭიროა კითხვებზე სწორი პასუხების გაცემა. თამაში შედგება 2 ტაიმისგან. ტაიმში თითოეულ გუნდს 4-4 შეტევა აქვთ. ბურთაობის პირველ შეტევას მეკარე იწყებს, რომელიც მარტივ კითხვაზე პასუხით ბურთს მცველს გადასცემს. მცველს 2 არჩევანი აქვს: უპასუხოს რთულ შეკითხვას და პასი გაუკეთოს ფორვარდს, ან უპასუხოს საშუალო სირთულის შეკითხვას და ბურთი გადასცეს ნახევარმცველს. ნახევარმცველს 2 არჩევანი აქვს: დასწრებაზე საშუალო შეკითხვით პასი გაუკეთოს ფორვარდს, ან დასწრებაზე 2 რთულ შეკითხვას უპასუხოს, წარმატებული დრიბლინგი განახორციელოს და გოლი გაიტანოს. ფორვარდს 1 არჩევანი აქვს: დასწრებაზე უპასუხოს სწორად შეკითხვას და გოლი გაიტანოს. ყველა მოქმედებისას თუ დამცველმა გუნდმა სწორად უპასუხა შეკითხვას, ეს ნიშნავს, რომ წარმატებულად ჩაჭრა იერიში და შეტევის პოზიცია გაიუმჯობესა. ორივე გუნდს ყავს სათადარიგოთა სკამი, ანუ აქვს დახმარებები. თამაში სულ 5 დახმარება არსებობს და თითოეულ გუნდს მხოლოდ 3-ის გამოყენება შეუძლია. ორი ორზე თამაშობთ მეგობრებო. პირველი თამაში მეკარიდან იწყება, მეკარის პოზიციიდან, ეკრანზე გამოვა 8 თემა, რომელიც პირველ ტაიმში ადგენს, მეორე ტაიმში 8 ახალი თემა გვექნება და უნდა აირჩიოს მეკარემ, ამ შემთხვევაში ილიამ, თუ რა თემაზე სურს, მარტივი პასით, რომელიც დასწრებაზე არ არის, ბურთი გადააწოდოს მცველს. პირველი ტაიმის თემებია: გრძელი სახელები და გვარები, ფეხბურთელი კლუბით, არგენტინა, ევროტურნირები, ევროპული ფეხბურთი, მსოფლიო 30-დან 66-მდე, მსოფლიო 98-დან 2006-მდე და მსოფლიო 2018. ჩვენ მსჯელობის შემდეგ გადავწყვეტით, რომ ავიჩიოთ მსოფლიო 30-66 და პირდაპირ შტურმით დავიწყოთ. ციხე შენ მაინტერესებს რაც ეფუძნებოდი მე დილერმო სწავლე ძალიან მიყვარს რა და ვიწყებთ დასწრებაზეა მეგობრებო თამაში. მითხარით ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის ფინალიც შავ-თეთრად გადაიცა. პირველი არის გიორგი. 66. სწორია, შტურმი მეტოქის კართან, არც ისე სახარბიელო დაიწყო შემტევმა გუნდმა და ვნახოთ მეორე შეტევაში გამოუვა თუ არა მეორე ფაზაში რაიმე წარმატება. იგივე თემაა. კითხულობ. 1938 წლის მსოფლიოზე ავსტრიას უნდა ეთამაშა, მაგრამ ტურნირის წინ გერმანიამ ავსტრია მიიერთა. ანშლუსი იყო, როგორც მოგეხსენებათ, და გუნდი მსოფლიოს მიღმა დარჩა. დაასახელეთ ქვეყანა, რომელსაც პირველ წრეში ავსტრიის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. თუმცა შემდეგ ეტაპზე უბრძოლველად გავიდა. საბოლოოდ კი ტურნირი მეოთხეზე დაასრულა. 38 ის არა ქვია. ბრაზილია, ისა, ჩეხოსლოვაკია. იტალია მოიგო, იტალია. უნგრეთი იყო ფინალი და 3. პასუხი. ჩეხოსლოვაკია. ეს არასწორი პასუხია. ბრაზილია გავიდა 29, ბრაზილია გავიდა 2. 1. შვედეთი.
შვეიცია? აუ, ეგ უნდა მეთქვა. არაფერია, მაინც დაცვიდან განაახლებთ. თამაში დაცვაში გაქვთ ბურთი, დაცვას აკონტროლებს. ეს არაფერს არ წყვეტ და. გიორგი? ანუ მე ვირჩევ. კი. იმიტომ რომ დაცვას და თავდასხმას გიორგი შენ აკონტროლებს. როგორ მოვიქცეთ ახლა? ოღონდ ერთად ირჩევ, რა თქმა უნდა, მე გაქვთ. კომუნიკაციის უფლება. მე შემიძლია ახლა თავდასხმას მივცე პირდაპირ, ხო? კი. იყოს ეგ. იმ შემთხვევაში, ოღონდ შეგახსენებ, იმ შემთხვევაში დასწრებაზე არ არის. იმ შემთხვევაში თუ ვერ უპასუხეს სწორად და შემდეგ მეტოქის ნახევარწონა სწორად უპასუხა, ის 1-1-ზე რჩება მეკარესთან. ეს დასწრებაზე არ არის, ხო? ეს დასწრებაზე არ არის. იყოს მაშინ ეგ. გადავიტანოთ ბურთი თავდასხმაში. სოფლიო 98 2006. გაასახელეთ ერთადერთი ინგლისელი, რომელიც 2002 წლის სოფლიოს სიმბოლურ გუნდში მოხვდა. მას, რომელსაც საუკეთესო წლები ლონდონში აქვს გატარებული. სოლ კემბელი. დიდებული გადაცემა, მეგობრებო, დიდებული გადაცემა გააკეთა გიორგიმ. ფორვარდსაც თვითონ აკონტროლებს და შესაბამისად შეეცდება ილიას კარი დალაშქროს. აქ დასწრებაზეა თამაში შეგახსენებ, თემა იგივეა. იგივე დასწრებაზე თემა. 98. და დასწრებაზე მე და ილო ხო მარტო? მარტო გიორგი და ილია თამაშობენ. ფორვარდი მეკარის პირისპირ. საწყისი წუთებია, შანსია შტურმის შემდეგ, რომ პირიქით აქეთ თქვენ გაიტანოთ გოლი და ფეხბურთის ჩემი ნომერ მე-6 საყვარელი დაუწერელი კანონი ვერ გაიტან, გაგიტანენ. ის წინა ხუთი რომელი? აქ ვერ ჩამოვთვრე. 2006 წლის მსოფლიოზე გერმანიამ რომ მერვედფინალი წარმატებით გაიარა, ამ ფეხბურთელის უდიდესი ლუკას პოდოლსკი. მეგობრებო, რა დარტყმა და რა გოლი. ბრავო, გიორგიმ. შეაგორა ბურთი მეტოქის კარში. დიდებულია. პირველივე შეტევაში შეძლეს გიორგის და ქევხოს გუნდმა გოლის გატანა. შვედეთს და ორივე მაგან გაიტანა. მეგობრებო, 1-0 აგებთ. დაცვიდან, მეკარიდან იწყებთ თამაშს, თემა აირჩიეთ და მითხარით რა გინდათ. დასვიდან თუ ვიწყებთ, მოდი გაურისკავ რა. დაცვიდან არ უწევთ, მეკარე იწყებს, წელს უნდა მიცეს პასი. მაშინ სოფლიო ერთს ვამატებ. მარტივი იქნება და. ხო, იყოს 2018. გარი ლინეკერის შემდეგ ეს ფეხბურთელი გახდა პირველი ინგლისელი, რომელმაც სოფლიოზე ერთ მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. ფორვარდმა ეს 2018 წელს ტუნისთან მოახერხა. ჰარი კეინი. კი, ჰარი კეინია. დაუგორა მეკარემ ბურთი მცველს, ნახოთ ახლა რას გადაწყვეტილებას მიიღებს ციხე თავისი დაცვის ხაზზე. მოდი ეს რთული შეკითხვა იყოს რა, როგორც წინა შემთხვევაში მოიქცნენ ჩვენი ოპონენტები და ფორვარდზე გავაკეთებ პასს. ვეცდები ყოველ შემთხვევაში. 2018 წლის მუნდიალზე ამ გუნდმა სულ 2 გოლი გაიტანა და ორივე მატჩის ბოლოს საჯის მიერ კომპენსირებულ დროში. ერთი ამ ორიდან ულამაზესი თავურით საკუთარ კარში აზის ბუჰადუზმა შეაგდო. ანუ ამ 2 გოლიდან ერთი საერთოდ ავტოგოლი იყო მეტოქე გუნდის. თუ ვერ უპასუხებ, მე ნახევარდაცვაში ქევხოსაა საშუალება რომ ჩაგიჭრას ბურთი. და 1-1-ზე დატოვოს გიორგი. 3, 2, 1. პასუხი. პანამა. არასწორია, ქევხო? ირანი. დიდებული ჩაჭრა განახორციელა ქევხომ და ბურთი ეგრევე გიორგის დაუგორა. 1-1-ზეა კვლავ გიორგი. დაცვის უხეში შეცდომა, მეგობრებო. თემა აირჩიეთ. ევროტურნირები იყოს. ევროტურნირები. და დასწრებაზე არის, ხო ეს? კი, მეკარესთან. ილია შენთან არის თქო. ევროტურნირები და კვლავ ილია გიორგის წინააღმდეგ. ევროპა ლიგის ამ საუკეთესო ფეხბურთელს ბრიტანული მედია ინგლისის ნაკრების მომავლად მიიჩნევს. 23 წლის შემტევს არაერთ პოზიციაზე შეუძლია წარმატებით თამაში და ტუხელისთვის დიდი კომფორტია მისი მსგავსი. შეგვიძლია? არ შეგიძლია დახვეწა. ელიოტ ანდერსონი. არასწორია პასუხი. ილია, შენ თუ სწორად უპასუხებ, დაცვიდან დაიწყე. ანუ როგორ კითხვა? ვაგრძელებ შეკითხვას. 23 წლის შემტევს არაერთ პოზიციაზე შეუძლია წარმატებით თამაში და ტუხელისთვის დიდი კომფორტია მისი მსგავსი ფეხბურთელის გუნდში ყოლა. ალბათ პალმერისა და ფოდენის არწაყვანაში მცირე წვლილი ამ ფეხბურთელის დიდებულ სეზონსაც მიუძღვის. უი, ხო, მეც მაგარი. რა ელიოტ ანდერსონი. ევროპა ლიგის ხო.
3 2 1 ასუხია ორგან მორგან როჯერსი მეგობრებო ერთა ლიგის ტრიუმფატორი თქო მე კარეგა ახლა ბიჭო ნოტინგემზე რატო წავედი მე ნოტინგემმა მეგონა რომ მოიგო და მაგით მეც მაგიანი ნოტინგემი კარს ააცილა გიორგემ ბურთი ამიტომ მე კარეგა ახლებს თავს არა და როგორი მომენტი იყო აიჩი მე ვიცოდი ეხლა შენი ჯერია რომელს აიჩი შეგახსენებ კიდევ ერთხელ ორი დახმარება გაქვთ დარჩენილი ილია და გიორგი თქვენ 3 თქვენს მეტოქეებს არგენტინა გასაგებია არგენტინა ეს მიჩვეულებრივი პასუხი ფოვი დასწრება ეს River Plate-ის 2022 წელს კი სევილიას ფეხბურთელი რომელმაც საფრანგეთს პენალტების სერიაში გადამწყვეტი 11 მეტრიანი გაუტანა მონტიელი კი ბატონო არგენტინა არგენტინაზე რა რთულ შეკითხვაზე ევროპას შანსია აუ იყოს საშუალო ესეც არ არის ხო ეს დასწრება ცდილობს მეტოქის გუნდი გაანადგუროს მოედანზე ეჯახება პროვოკაციაზე ცდილობს წამოაგოს თუმცა ჯერჯერობით არ გამოსდის აკეთებს დასწრებაზე არ არის საშუალო სირთული შეკითხვა არის ეს დასწრებაზე არ არის იმიტომ ნახევარდაცვაში ამოაქვს ოკეი არგენტინის ნაკრების წევრი რომელსაც ფაქტობრივად ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელი ჰქვია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 23-24 სეზონის ბუნდესლიგის ტრიუმფატორი River Plate-ის აღზრდილი ნახევარმცველი რომელიც ზედიზედ მეორედ მსოფლიოს მოგებას შეეცდება 3 2 1 პალასიოსი რა თქმა უნდა ეზეკიელი ქვია პალასიოს ეზეკიელ ნაკრებში თუ იყო ვაფშე არც ვიცოდი გვიახლოვდით ილია ნახევარდაცვაში ორი არჩევანი გაქვს პასი ფორვარდზე ან ორ რთულ შეკითხვაზე პასუხი და დრიბლინგით გოლის გატანა აწი ორივე ოფშენის შემთხვევაში დასწრებაზეა თამაში დრიბლინგით პირველი უპირისპირდები გიორგის დასწრებაზე ცველს მეორე უპირისპირდები ქევხოს კარში თუ რა თქმა უნდა პირველ სწორად უპასუხება დასწრებაზეა ორივე თემა იგივე ხო კი თემა რა არგენტინა დობლე ანჩო პირველი და მეორე მსოფლიო ჩემპიონატების არაოფიციალური სიმბოლური გუნდის წევრია საინტერესო ისაა რომ ეს ორი სხვადასხვა ნაკრები რა ნაკრები უნდა ვთქვა არ ვიცი რა უნდა ვთქვა აუ არგენტინა და იტალია არა სწორი პასუხი ვაგზელებ საინტერესო ისაა რომ ეს ორი სხვადასხვა ნაკრებით იტალიითა და არგენტინით მოახერხა მოიცა და ეს არის ფეხბურთელი მჭირდება უბრალოდ დობლე ანჩო პირველი და მეორე მსოფლიო ჩემპიონატების არაოფიციალური სიმბოლური გუნდის წევრია ანუ ორჯერ მოხვდა სიმბოლურ გუნდში რომელსაც იმ დროს არ აკეთებდნენ ერთხელ მოხვდა იტალიით მეორჯერ მოხვდა არგენტინით 3 როგორ მონტი დიდებულია პირველი სწორია მაგარჩევანში ვიყავი მონტი უნდა ფეხბურთელი უნდა ვთქვა და ეხა მეორე ხევხო პირველად ერთვება თამაში ნახოთ რა სიზავს გოლკიპერი ყურადღებით ამ არგენტინელმა ტრამვის გამო 2022 წლის მსოფლიო გამოტოვა 2024-ში მისი ასისტით ლაუტარო მარტინესმა ფინალში კოლუმბიას ერთადერთი გოლი გაუტანა კოპა ამერიკაზეა საუბარი ლონდონში თამაში არ გამოვიდა და უკან ესპანეთში დაბრუნდა ნუ უნდა ვთქვა არა კი 3 2 1 პასუხი ვინმე თქვი არ არის პასუხი ქევხო ლოჩელს სწორია დიდებული ნახტომი ჩემი რა დიდებული ნახტომი ბურთი დარტყამდე არც მივიდა საქმე ჩაუწვა ქევხო ფეხებში მეტოქეს და დაცვას უკვე გადააწოდა ბურთი დაცვა განაახლებს თამაშს იმიტომ რომ სწორად უპასუხა ამიტომ ერთი ბიჯი მოიგო ერთი საქმე ანუ მე ვთამაშობ ხო უყუნო ნახ ასე შეიძლება ევროპული ფეხბურთი იყოს მარტივი შეკითხვა ანუ ახმარებას არ იყენებ ხო საშუალო შეკითხვა ჯერჯერობით რა ვიცი არაფერი კი ბატონო უნდა მივიდა ხო ეს დასწრებაზე არ არის დასწრებაზე არ არის პასაძლევ ნახევარმცველს ხო კი ბატონო ამ ევროპულმა ნაკრებამ სოფლიოზე თამაშის უფლება უმძიმეს ბრძოლაში მოიპოვა ამ სოფლიოზე მაქვს საუბარი საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში ხორვატიასთან უშანსოდ დამარცხდა პლეი-ოფში კი ორივე თამაში პენალტების სერიამდე მივიდა ჯერ ირლანდიასთან შემდეგ კი დანიასთან
და დასწრებაზე არ არის, ამიტომ 7 წლად. ჩეხეთი. ჩეხეთი, სწორია, ნახევარდაცვაში გადავიდა ბურთი. და ეხლა ქევხომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. დრიბლინგი თუ პასი ფორვარდზე. ორივე დასწრებაზე ერთი საშუალო სირთულის შეკითხვაა და დრიბლინგის შემთხვევაში ორი რთული შეკითხვაა. და ამ დახმარებებით ეხლა რამე შევიღებთ თუ? ამ შემთხვევაში არ გირჩევ დახმარებას. უკანა პოზიციაზე ჯობია დახმარებები, როცა უტევ რომ მოიგო ეგ პოზიცია და უკვე მან ხარ ცენტრში და რაღაც გინდა. და კატეგორია იგივე შევრჩები? კატეგორია იგივეა, კი. ევროპული ფეხბურთი. დრიბლინგი იქნება ორი რთული ორივე დასწრებაზე, პასი იქნება საშუალო სირთულის შეკითხვა და იყოს ჯერ პასი. პასი. გადავიტანოთ ფორვარდისკენ ბურთი და დასწრებაზე ეთამაშები ციხეს. ვიღო მკითხე. დასწრებაზე ფული შეკითხვა დასწრებაზეა, ევროპულ დასწრებაზე. ფეხბურთს. უცნაურია, როგორ ვერ მოახერხა თურქეთის ნაკრებში ამ კაცმა გოლის გატანა. არადა იყო სეზონები, როდესაც სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ხდებოდა ლესტერშირელებს შორის. ცადე მუზიზე? კი ბატონო, მუსტაფა იზეტი, წინვალე ვარდნა. მუსტაფა იზეტი. კარგად წაიკითხა. მეგობრებო, რას ირჩევ? გრძელი თქვენი ბოლო შეტევაა ტაიმს. ფეხბურთელი კლუბით. ფეხბურთელი არ. ფეხბურთელი კლუბით ჯობია. ჯობია. მოდი უფრო ადვილია. ფეხბურთელი კლუბით იყოს დრიბლინგით ხო არა, მგონია რომ ანუ თულებში შეგვიძლია დრიბლინგი. პირადად შენ. არა? კაი, საშუალო იყოს, საშუალო იყოს ჩვეულებრივი პასი ფორვარდზე. ერთ დასწრებაზეა ხო ეხლა. ერთი გუნდი რო აქვს საერთოდ. დასწრებაზე თამაშობენ ილია და გიორგი. დაასახელეთ კლუბი, სადაც სამივე ქვემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელს უთამაშია. რიკარდო კალაფიორი, ალბერტ გუდმუნდსონი, ჯენოა. აიჭრა, კი ბატონო. კრისტიან რომერო იყო მესამე. და ტაიმის ბოლო შეტევა მეგობრებო 44 წუთია. ეხლა ვინცემი ჩვენ რა შეგვიძლია ეხლა დახმარების რამე გვაქვს? კი, თქვენ შეგიძლიათ ეხლა მაგალითად შტურმი მოაწყვეთ მეტოქის კართან, ან შტურმს ვერ მოაწყვეთ ბოდიში იგებთ, თქვენ შეგიძლიათ 2-1-ზე შეუტიოთ. 2-1-ზე შეტევა ნიშნავს, რომ ყველა 3 შეკითხვა უნდა გაიაროთ და ამ 3 შეკითხვის მანძილზე თქვენ ორმი ერთად პასუხობთ და რიგრიგობით შეგხვდებიან ციხე და ილია. ანუ საუბარი შეგვიძლია? საუბარი შეგიძლიათ ამ დროს. და მაინც დასწრებაზე. დასწრებაზეა, თქვენ ორი ოღონდ ერთად. ვიღოთ. ხო. ილიას დაუპირისპირდებით ნახევარდაცვაში, შემდეგ დაცვაში ციხეს და გრძელი ბოლოს სახელები. როგორ ხამაშია? კარებში ყვავი. არავინ არ მოდის თავში. ირჩევთ ამას. კი, ვირჩევთ. აი, ბურთი ცენტრში გადავიტანოთ, მაგდოს ხოლმე ბურთი, როდესაც ამ დახმარებას ვიყენებთ და ბოლო არის გრძელი სახელი. აქაც არეულია სირთულე რო იცოდეთ. ფეხბურთელები გრძელი სახელებით ან გვარით. ან გვარი ან სახელი არის გრძელი. სვამ კითხვას. ბერძნული გვარები ზოგჯერ რთულად წარმოსათქმელია. ამიტომ ბუნდესლიგიდან არსენალში გადასვლის შემდგომ სოკრატის პაპასტატოპულუსი. პირველი დიდებული გათამაშება ვიხილეთ მეგობრებო. როდესაც ეს ნახევარმცველი დორტმუნდის ბორუსიაში, შემდეგ კი იაკობ ბლაშიკოვსკი. არ არის სწორი. არ არის სწორი, ტაიმი დასრულდა, უბრალოდ კითხვას წავიკითხო მაინც ბოლომდე. შემდეგ კი მანჩესტერ იუნაიტედსა და არსენალში გადავიდა. დასავლეთ ევროპელი კომენტატორებისთვის მისი გვარის წარია. ხითარიანზე იყო საუბარი. ტაიმის ბოლოს ეგრო დაგე. ვერ გამოიყენეს ჩინებული შანსი გიორგიმ და ქევხომ. მეთქი უჭველი მიხდება. მეგობრებო, პირველი ტაიმი დასრულდა. მიირთვით კოკა-კოლა, გაგრილდით. მეგობრებო, ვიწყოთ ბურთაობის მეორე ტაიმს. ანგარიში არის 1-0 გიორგი და ნიკა უგებენ ციხეს და ილიას. მეორე ტაიმი, ახალი თემები, ესენია. მოკლე სახელიან გვარი, აზიური თემა, სერია, ესპანეთი და ლა ლიგა, ეს მსოფლიო ნაკრებები და მოთამაშეები ამ მსოფლიოსთან დაკავშირებით არის რა. ქართული თემა, სეხნიები სხვადასხვა კონტინენტიდან და გილოცავთ მსოფლიოს. პირველი ტაიმი რადგან დაიწყო ილიამ და გიორგიმ, ამიტომ მეორე ტაიმს ქევხო და ილიამ და გიორგიმ დიახ და მეორე ტაიმს ქევხო და გიორგი დაიწყებენ. ეს ორი გიორგი უკვე და. ამ ცველი მე ვიწყებ ხო?
კარიდან, ხო? კარიდან. მე კარემ უნდა მარტივ შეკითხვას უპასუხოს. თემა მითხარით თქვენ უბრალოდ. შენ დაიქჩიო რაც გინდა მარტივი შეკითხვა უნდა უნდა მომცებას. იყოს სოფლიო ნაკრებები და მოთამაშეები. მოდი პრესინგს გამოვიყენებთ. პრესინგს გამოიყენებთ, ანუ მარტივ შეკითხვაზე 2-1-ზე ეთამაშებით. იმ შემთხვევაში თუ სწორად უპასუხებთ, ჭუჭუ რაღაც უნდა. იმ შემთხვევაში თუ სწორად უპასუხებთ, ბურთი ჩაიჭრება მან და 1-1-ზე აღმოჩნდება ფორვარდი, ანუ ციხე, ხოლო თუ ხევხომ უპასუხა სწორად, 1-1-ზე აღმოჩნდება დატოვებს თავის თანაგუნდელს ილიას პირისპირ. თუ ვერც ერთმა ვერ უპასუხეთ, ბურთი ნახევარდაცვიდან განახლდება და გექნებათ თქვენ, ილია და გიორგი. მოკლედ, მარტივი შეკითხვა. ეს ქვეყანა უდიდეს საფეხბურთო ფორუმში მე-7-ად მონაწილეობს. ჯგუფიდან გასვლა მხოლოდ ერთხელ სადებიუტო ამერიკის შეერთებული შტატების მსოფლიოზე რომელი მოწილია? არაბეთი. არის ეხლა. არის ეხლა. ვინა? ეხლა არის მონაწილეობს. კი. 5 და გავიდა ამერიკაში. სოფლიო იყო. 3 2 1 საუდის არაბეთი. მეგობრებო, წარმატებით ჩაჭრეს ბურთი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი შეტევა არის, ეხა ილიასი და გიორგისი და უნდა ირჩიონ თემა, რა თემით დაარყავენ კარებში. კარში. ანუ უფრო მე რა თემით დავარყავ, ხო? რომელი ირჩევს გიორგი თუ მე? კარში უტყო, ერთად ირჩევ და კარში გიორგი უტყობს. ხო და მაგონში მაგით ვამბობ რომ მე რა დაუხმა ქევხოს თქო. რატომაც ქართული თემა მოვაჩიო ქევხო. პროსტა რა ესე არა პრობლემა. გილოცავ სოფლიოში არ არის ხო და კონკრეტებული არაფერი. რა არის? გილოცავ სოფლიოში არაფერი არ არის ხო და კონკრეტებული. არაფერი გარდა იმისა, რომ გილოცავთ სოფლიოს. კაი. ჩვენი დევიზი არის, სედანდას. მე არ მონაწილეობ, ხო? არა. აი იყოს რავი, მოკლე სახელები. მოკლე სახელები. მოკლე სახელები და გვარები თუ მოკლე სახელები მაგრამ. ან ერთი, ან მეორე, ან ორივე. ოკეი. მე გახსენდება? გელადო. ის არსენალის ლეგენდარული უძლეველი გუნდის ნახევარმცველი და ნოტინგემის ამჟამინდელი საფეხბურთო ფუნქციონერია. ფუნქციონერი. ვაიმე. 5 4 3 ვიცი კაცო, ორი. ბრაზილიელი. 1 პასუხი. ანდრიას ბეტაკი არა. არ არის. აუ ვიცი კაცო. არ არის. მარს. ხევხო? ედუ. ედუ. გასპარი. ციხემ კიდე აცილა ბურთს ფეხი მეგობრებო. არა, ეხლა აცილა ნამდვილად სამწუხარო არა და XG. ვიცოდი. სოლიდარობა მაინც იყო. არ მოვიდა გონებაში. არა უშავს კაცო. გიორგი. თემა? ეხლა მე თქვენ აირჩიეთ მეგობრებო თემა. თქვენი შეტევა არის და რავი, რაც გესიამოვნებათ. რაციდან შემიძლია ფორვარდს მივცე ხო ბურთი? რა თქმა უნდა. და ეგ იყოს და სერია. სერია და ფორვარდზე რთული შეკითხვით პასი. დასწრებაზეა ხო ეს? არ არის დასწრებაზე. შეკითხვა სვამ. კომოს მეკარე ჟან ბუტემ იტალიის სერიას წლევანდელ სეზონში ყველაზე ცოტა 29 გოლი გაუშვა. დამისახელეთ გუნდი, საიდანაც ფრანგი ფეხბურთელი დაიმატეს. თუ კი გეტყვით, რომ მისი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე 2023 წელს ბარსელონას წინააღმდეგ შედგა. გუნდიც არ მოდის თავში. 5 ოსერი რავი. არ არის სწორი პასუხი. ხო არ გაქვს ილია პასუხი? რა მეთქვი? ბრესტი. არ არის სწორი. როიალ ანტვერპი იყო მეგობრებო, სწორი პასუხი აქ. დაცვაში რჩება ბურთი. მეაზე ბელგი ფრანგ მეპარიზე. დაცვაში რჩება ბურთი და ციხე. აი ერთი კატეგორიები ნახოთ აზიური არა და ვიღოთ ლა ლიგა. ლა ლიგა? შენ რომ ნაუც იყოს აი რა ვიღო ლა ლიგა. ასე რჩევთ? ქართული გუნდია. ქართულს მე რა ვიცი უპასუხებ ხო. ხო, მე ლა ლიგა ესპანეთის ლა ლიგა იყოს თული კითხვა. და მაგრამ არა მე ვერ უპასუხებ თულს, ანუ არ მაქვს მაგის გარანტია, ასე რომ საშუალო გარანტია ვისა. საშუალო ის ქვია, სირთულე და საშუალო სირთულე დასწრებაზე არ არის, ბურთი აგაქვს ნახევარდაცვაში. კანტაბრიაში სალა ბალესტას ნაღდად არ დაივიწყებენ მას შემდეგ, რაც 27 გოლი შეაგდო და ლა ლიგის ბომბარდირი გახდა. იმ გუნდის შემადგენლობაში, რომელიც 13 წელია, რაც მეზობელი ბილბაოს და სოსიედადისგან განსხვავებით ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში აღარ თამაშობს. თუმცა მომდენო სეზონიდან ეს შეიძლება. ბიაშულთან ერთად. და ესეც არის რასინგ სანტანდერი. ნამდვილად. კაი, ეხა მოიცა როგორ?
რასინგი იყო და რა ქვია ის. ნახევარდაცვაშია ბურთი, ეხა ილია მიიღე გადაწყვეტილება. საშუალო დონის შეკითხვა დასწრებაზე? საშუალო დასწრებაზე. დასწრებას გადავიტანოთ ბურთი თავდასხმაში და თამაშობენ გიორგი და ილია დასწრებაზე. რასინგი. გუნდი უნდა გითქვა? მე ფეხბურთელი უნდა გითქვა. ბალესტა ეწერა თვითონ და. ყურადღებით შეკითხვა. ოლივერ ნოივილის საუკეთესო სეზონები ცხადია ლევერკუზენის ბაიერს უკავშირდება. მაგრამ ლოკარნოში დაბადებულმა ფორვარდმა კანარის კუნძულებზე ამ კლუბში გაიარა ერთწლიანი მომზადება იუპ ჰაინკესის ხელმძღვანელობით. ტენერიფე. და ერთი ერთზე დატოვა ციხე აქ ილიამ დიდებული გადაცემი და ვნახოთ ციხეს და ქევხოს მორიგი დაპირისპირება მეგობრებო. ერთზე დამტოვა იმისთვის რომ კიდე ერთხელ გავუმაზო. ნახოთ სიმეძევა. მეგობრებო, შეგახსენებთ დაცვაში ვინც ხართ? დაცვის გუნდს შეგახსენებთ და თქვენ შეგიძლიათ ვარდნან გამოიყენოთ. წეგან მე რო გავუმაზე ისეთი და რო აგვიხსნათ ვარდის შემთხვევაში თქვენ დასწრების გარეშე უპასუხებთ ერთულ შეკითხვას, თუ სწორად უპასუხებთ ბურთს წაართმევთ მეტოქეს, ანუ წარმატებული ვარნა იქნება და დაცვაში გექნებათ ბურთი, თუ არასწორად უპასუხეთ და ციხემ უპასუხა სწორად, მაშინ გოლი გავიდა, თუ ორივემ არასწორად უპასუხეთ, ანუ ორივე გუნდმა, მაშინ 11 მეტრიანი დაინიშნება თქვენს კარში. ეს თემა ვალიგა არის. იგივე თემა იქნება რთული შეკითხვა და ორნი გასცემთ პასუხს ერთად. დასწრების გარეშე. ეხლა ვარი შეგვიძლია. ანუ ვარნა რო ავიღო, ჩემი პასუხი არის. თქვენ ორი პასუხობთ ერთად ისე რომ დასწრება არ არის. აი, მომეც. ვარნა გინდათ. და საუბარი შეგვიძლია, ხო? რომ განვიხილოთ. კი, ხო? თუ ორი პასუხობთ და დასწრება. შეგიძლიათ, კი. მე რა ჩემი შეკითხვა მარტივდება, ხო? თუ არასწორად პასუხობენ. დავედით ახლა ჩვენ. როგორ? ჩემი შეკითხვა ხო გამარტივდება თუ არასწორად? 11 მეტრიანი მარტივი შეკითხვა არის. ანუ რამე შემდეგ გამიტანოს. სვამ შეკითხვას. ავიდეთ იქით თუ არა და მაინც პენალტი დამოიტანოს. უსმინდა. ამ ესპანელისგან უფრო მეც მოელოდნენ, როდესაც სანტანდერის რასინგიდან რეალში გამოჩნდა. ბოლო პერიოდში აქტუალობას იმით ინარჩუნებს, რომ მექსიკის ლიგაში მონტერეის ლიდერობს. ეს არის კანალეს. ლიდერობდა. სერხიო კანალესი მეგობრებო და დიდებული ვარდნა ციხეს ამჯერად არ დაცავდა კარში დარტყმა საერთოდ და დაცვიდან განაახლებს გიორგის და ქელხოს გუნდი შეტევას. ვარდნა გამოიყენეს. ანუ ჩვენ ვირჩევთ ისევ თემას და მაგრამ თემა კი, განიჩათ თემას. იყოს მარტივი და ნახევარმცველთან ეს დასწრებაზე არ იქნება ხო აქ გადადები. გილოცავთ მსოფლიოს მადლობა. საშუალო იყოს. გილოცავთ მსოფლიოს საშუალო დასწრებაზე არ არის ეს. ამ ფეხბურთელს ბუნდესლიგაში 10 სრული სეზონი აქვს ჩატარებული და მხოლოდ ერთხელ ვერ მოახერხა 10 და მეტი გოლის გატანა. ნაკრებში 40-მდე გოლი აქვს და შანსი ლეგენდარულ დავორ შუკერს გადაასწროს. კრამარიჩი. სწორი პასუხია კრამარიჩი ნახევარდაცვაში. ბურთი წარმატებითაა ატანილი, ეხა კი ქევხო შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება. პასი ფორვარდზე თუ დრიბლინგი? აი, იყოს დრიბლინგი. დრიბლინგი ორი რთული შეკითხვა. ანუ ფორვარდთან ხო? პირველი ეთამაშები ციხეს, მეორე ეთამაშები ილიას. 1990-ის მსოფლიოს მთავარი იმედგაცრუება ეს გუნდი გახდა, რომელმაც ჯგუფში ყველა თამაში ფრედი თამაშა და პლეი-ოფში პირველივე მატჩი დამარცხდა. სუპერვარსკვლავები მოიცა. ყველა თამაში ფრედ ეგ მსოფლიო იყო. მე ვერ ვკარნა. ვერა. არაფერი მინიშნება და მსგავსი არ იყოს თორე. სწორ პასუხად ჩაუთვლი შემდეგ გუნდს. სამი იყოს ბრაზილია. არ არის. აგრძელებ შეკითხვას. სუპერვარსკვლავები დახუნჯლულმა გუნდმა გერმანელების წინაღობა ვერ გადალახეს პლეი-ოფში. ხუთი, 4, 3, 2, 1. პასუხი. ნიდერლანდი. სწორია, ნიდერლანდები აქ ზურგში მოხვდა მცველს, პასი რომელიც არ უნდა გასულიყო, თითქოს ფინტი რომელიც არ უნდა გამოსულიყო, მაინც გამოვიდა და მეორე შეკითხვა. უკვე მეკარესთან ერთ-ერთზეა ხეხო, ნახოთ შეძლებს თუ არა ის ამ მომენტის გამოყენებას და ყურადღებით შეკითხვა. ამ ნაკრებს სოფლიოს ისტორიაში საუკეთესო და უარესი შედეგები ერთმანეთის მიყოლებით ჰქონდა. ჯერ მესამეზე გავიდა, შემდეგ კი 23 პოზიცია დაიკავა. შეიძლება საინტერესო ფაქტია, ჯგუფში
ამ მსოფლიოზე რა გუნდებთანაცაა, მუნდიალზე მათ წინააღმდეგ არასდროს უთამაშია. არა და ეს ამ ნაკრების მე-15 მსოფლიოა. უპასუხო ხო? შენ ანუ მესამეზე მსოფლიო ვერ გეხმარ. არ შეუძლია, აი, ციგნო არ არსებობს. მოიცა. კი. მენდეს. მოგეც უღერ. ჯერ მესამე ადგილზე გავიდა, შემდეგ კი. შეიძლება საინტერესო თამაში რა გუნდებთან მატება მუნდიალზე წინააღმდეგ. თამაშია. 5 ეს 4 3 მე-15. 1 პასუხი. ვი მე-15. რა ვიცი რა ურუგვაი. არ არის ურუგვაი. ეხში შეხო? შეგვიძლია პასუხი? კი შეუძლია. 5 მე-23 4 3 2 არ კორეა არა მეგობრებო ბელგიის ნაკრები არის ეს ბელგიის ნაკრები 15 ჯერ არის ნაყოფი მე-3 შემდეგ უცუდესი მსოფლიო ქონდა 24 ალბათ მუნდიალი რო იყო. აცილა ბურთი კარს გუში ჩარჩა და კარიდან ახდება მეგობრებო თამაში მე კარემ უნდა მისცეს პასი მცველს და თემა მითხარით რა დაგვრჩა სულ 3 თემაა დარჩენილი იყოს ქართული თემა და ვიყენებთ ორიერთზე შეტევას სწრაფ შეტევას. ვიწყებ ესა ქართული თემაა. ქართული თემა არის ორიერთზე პირველი ქელხოს ეთამაშებით ნახოთ ნახევარდაცვას გაივლით თუ არა სწრაფი შეტევით მერაბ მეგრელაძის მსგავსად ეს ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირი ორი სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში გამხდარა ეს გუნდებია სამტრედია ბუდუზივზივაძე. კი ბატონო ბრავო. კი ბატონო პირველი ფაზა გავლილია ეგ ჩემთან მოსული იყო ხოჭი. ეხლა მეორე ამჯერად უკვე გიორგის ეთამაშებით ქართულ საკულტო ფილმში ფეოლა იპოლიტე ხვიჩიას გუნდი უქიმერიონი გადამწყვეტ მატჩს სწორედ ამ ჩემპიონთა თასური შეხვედრის შესვენებაზე გამართავს დაასახელეთ ამ მატჩში მონაწილე ორივე გუნდი თუ კი შეგახსენებთ რომ ერთ-ერთში თამაშობდა ბრაზილიელი ამარილდო კიევის დინამო და ფიორენტინა. კი ბატონო დიდებულია ეს შეტევა და 2-1-ზე არიან მეკარესთან ირისპირ გუნდებს იტყო დავაჭი. ილია და გიორგი და ნახოთ შეძლებენ თუ არა ქელხოსთვის გოლის გატანას ოლიმპის და ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ლეგიონერი ანდერსონ აკინო ალბათ ყველას გახსოვთ მაგრამ დაასახელებ თუ არა ოლიმპის გარდა ერთ გუნდს მაინც რომელშიც მოიცა. მეორე გუნდი არის ეს სადაც უთამაში ეროვნულ ლიგაში აკინოს. არსად არ უთამაში. როგორ ისა კითხვა ანუ კითხვა არ დამისრულებია ამიტომ გავიმეორებ სანამდეც წავიკითხე კი. ოლიმპის და ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ლეგიონერს ანდერსონ აკინოს ალბათ ყველა იცნობთ და გახსოვთ მაგრამ დაასახელებ თუ არა ოლიმპის გარდა აი აქამდე ერთ აი ეგ ვარ ოლიმპის გარდა ერთ 5 სად უთამაშია ქართულში? 4 ასად. მაშინ ამიერკავკასიაში სამი. ერთ ოლიმპის გარდა ერთ 2 ფრაგა. რა არის რა მითხარით? ფრაგა ბრაზილიელი იყო მაგასთან ერთად. არ არის ფრაგა სწორი პასუხი მეგობრებო. კითხვას დავასრულებ. გუნდს მაინც რომელშიც ამ შემტევს უთამაშია და ფრაგაში არ აქვს ნათამაშები. უნდა გავცე? უპასუხე. ხო, თუ გინდა ერთი პოზიციით წინ იქნებით. მე მგონი ეგ არის ატლეტიკო პარანაენსე. კი ბატონო. ასევე იყო ბოტაფოგო, ასევე იყო კურიტიბა, სწორ დროს ხარ დავაჭირეთ. ასევე იყო გოია, მოკლედ, უთამაშია რამდენიმე კლუბში, ისეთში, რომელსაც თავშევეთქვასო მე ბრაზილიური ვარ. ძალიან კაი შეტევა იყო, თუმცა ისევ კარში ვერ დაარტყეს. კარის ჩარჩოში ვერ არტყავენ დღეს გულს. ილია და გიორგი. ხა რა ვიცი, ეგ ჩვენ ამ სტარტების გამო. თქვენი ბოლო შეტევა არის მეგობრებო და აბა რა თემა გინდათ? აზიური და საშუალო რა. აზიური, საშუალო, კი ბატონო, ადის ბურთი. და ბანემ წაგიღო ბოლო. არა ეს დასწრებაზე არ არის და ესა რა ქვია. მე შემატოვა დასწრებაზე აზრი. შენადო. ამის მე მე ვიქნები თუ გაეც. ყოდა მეტოქის ნახევარზე იქნება. მე ხო ისავა, ისე ქვია. აზური ფეხბურთის. ყურადღებით შეგიძლია. რომელმა ქვეყანა მოიგო აზიის თასის ბოლო გათამაშება? თუ კი გეტყვით, რომ წინა გათამაშებაც სწორედ ამ გუნდის გამარჯვებით დასრულდა. აზიის ჩემპიონი მჭირდება უბრალოდ. ბოლო ორი.
რომელიც ერთია. კატარი? კატარი, სწორია. შეიძლება ორჯერ მოიგო კატარმა. როგორ ანერვიულა გიორგი მქომაგები. იაპონია არის, ამან ხო, არ არის, რაღაცა. ხო. ჯერ ნახევარმცველთან არის. ჯერ ნახევარმცველთან არის და გადაწყვეტილებას მიიღებს. ანერვიულა გიორგი მქომაგები, თუმცა ხა სწორი შეიძლება გადაცემა იყო. სწორი პასუხი. კევხო, შენ უნდა აირჩიო რა გინდა? რთული ორი შეკითხვა თუ საშუალო სირთულე დასწრებაზე, ყველა დასწრებაზე. აი, მეგობრებო, ერთ კითხვას ავიღებთ. ერთი კითხვა, ანუ პასი ციხეს დასწრებაზე ეთამაშები საშუალო სირთულის შეკითხვაზე. შორის არის დასრება. City Football Group-ი უდიდესი კომპანიაა, რომელიც Manchester City-თან ერთად არაერთი წარმატება ნახა. თუმცა თქვენ უნდა დამისახელოთ ორი აზიური გუნდიდან ერთ-ერთი მაინც. იყოს Yokohama. ეს სწორი პასუხია, ციხემ წარმატებით ჩაჭრა ეს შეტევა და მეგობრებო, თქვენი ბოლო შეტევა, სადაც შეგიძლიათ რომ ანგარიში გაათანაბროთ. და სეხნიების სხვადასხვა კონტინენტიდან. ილია და გიორგი დაუპირისპირდებიან. მეგობრებო, ბოლო შეტევა არის და ვნახოთ შეძლებენ თუ არა ისინი ანგარიშის გათანაბრებას. ეს სეხნიები სახელებს, ზოგადად სახელებზე და გვარებით შეიძლება იყოს? არა, სეხნია სახელია. დარწმუნებული ვარ, ორივე მათგანის კატალონიის ბარსელონაში თამაში ნანახი გააქვთ. ერთს უფრო გრძელი სახელოვანი კარიერა ჰქონდა, აბა როგორია მადრიდის რეალიდან დაწყებული კარიერა, კატალონიური კლუბის ლეგენდის სტატუსით გააგრძელო. მეორე უფრო ხანმოკლე, თუმცა მაინც უამრავი ტიტულის მოგება შეძლო. უნდა მითხრათ ორივე ფეხბურთელი. დააჭირე რა ვიცი. ეს უფრო გრძელი სახელოვანი კარიერა ჰქონდა, აბა როგორია მადრიდის რეალიდან და ახოთ მეგობრებო, შეძლებს თუ არა ილია კლუბის ლეგენდის აქ ზუსტი გადაცემის გაკეთებას. ხანმოკლე თუმცა 5 4 3 2 1 არ უნდა მეჭირა. 0 და მნიშვნელობა არ აქვს, რა ვიცი. სამწუხაროდ პასუხი არ არის და ამით დასრულდა ეს შეხვედრა. ესენი იყვნენ მეგობრებო სამუელ უმტიტი და სამუელ ეტო. გილოცავთ გიორგი და ნიკა გამარჯვებას. სიამოვნო იყო. მადლობა მეგობრებო ნერვიულო. ამ გაძაბული თამაშისთვის ეგეთ ახსენება ისტორია. და გამიზიარეთ თქვენი ემოციები. ძალიან ისეთი სასიამოვნო თამაში იყო, ულოცავ გამარჯვებას. ეხლა ორივენი ძალიან მაგრები იყვნენ მართლა. ნუ გიორგის დიდი ხანია ვიცნობ და ნიკაც ვიცი და რავი რა, სუსტად ვითამაშე მე პირადად და რა ვიცი, ლოს-ელსოზე ეხლაც მწყდება გული. მე ანალოგიურად ვარ ედუ გასპარზე, მაგრამ არა უშავს, რა ვიცი. გავერთე, თამაშის თავიდან ფორმატი რო გავიგე, უფრო მithumetes წყულში აზარტზე და მოგებაზე მეტად გართობა იყო ჩემი мотиваცია და მადლობა მეგობრებო მონაწილეობისთვის. შეგახსენებთ რომ ბურთაობის გამარჯვებული გუნდი ევროპის სუპერთაზე გაემგზავრება, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას PSG-ს ასტონ ვილასთან დაპირისპირებას ნახავთ. მადლობა ჩვენს სპონსორ Coca-Cola-ს და ყველას მოგიწოდებთ ჩაერთოთ Coca-Cola-ს გათამაშებაში. წარმატებები და შევხვდებით შემდეგ ბურთაობაზე. შეიძინე Coca-Cola და Fanta ყვითელი თავსახურით და ჩაერთე გათამაშებაში. მოიგი ავტომობილი Kia EV6 და სხვა პრიზები. შექმენი და უიწყარი მომენტები Coca-Cola-სთან ერთად.